ნომერი პირველი საარჩევნო უბნისათვის. ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა იყო 1471. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 1171. მიღებული ბიულეტენების რაოდენობა 1500. ხმები გადანაწილდა შემდეგნაირად. ნომერი 1 პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის 27 ხმა. ნომერი 2 პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობა 2 ხმა. ნომერი 3 ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობა 5 ხმა. ნომერი 4 ჯონდი ბაღათურია ქართული დასი 4 ხმა. ნომერი 5 ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 232 ხმა. ნომერი 6 უსუფაშვილი რესპუბლიკელები 7 ხმა. ნომერი 7 თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსათვის 4 ხმა. ნომერი 8 დავით თარხან-მოურავი ირმა ინაშვილი საქართველოს პატრიოტთა ალიანსი გაერთიანებული ოპოზიცია 4 ხმა. ნომერი 10 შალვა ნათელაშვილი საქართველოს ლეიბორისტული პარტია 45 ხმა. ნომერი 11 სახალხო ხელისუფლება 1 ხმა. ნომერი 12 საქართველოს კომუნისტური პარტია სტალინელები 0 ხმა. ნომერი 14 დავით თევზაძე საქართველოს მშვიდობისათვის 12 ხმა. ნომერი 15 მშრომელთა სოციალისტური პარტია 0 ხმა. ნომერი 16 საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია 0 ხმა. ნომერი 17 საქართველოს 7 ხმა. ნომერი 18 ქართული იდეა 4 ხმა. ნომერი 19 თოფაძე მრეწველები ჩვენი სამშობლო 1 ხმა. ნომერი 22 მერაბ კოსტავას საზოგადოება 0 ხმა. ნომერი 23 ჩვენების სახალხო პარტია 2 ხმა. ნომერი 25 კახა ძაგანია სოსო შატბერაშვილი პაატა ჯიბლაძე არჩილ ბენიძე მემარცხენე ალიასი 0 ხმა. ნომერი 26 ეროვნული ფორუმი 1 ხმა. ნომერი 27 ირაკლი ალასანია თავისუფალი დემოკრატები 214 ხმა. ნომერი 28 ზვიადის გზა უფლის სახელით 3 ხმა. ნომერი 30 ჩვენი საქართველო ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბი 2 ხმა. ნომერი 41 ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო 564 ხმა. ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა 27. გაგაცნობთ ინფორმაციას მეორე საარჩევნო უბნისათვის. სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა 132. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 132. მიღებული ბიულეტენების რაოდენობა 150. მიღებული ხმები გადანაწილდა შემდეგნაირად. ნომერი 1 პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხის ჩვენ ცესკოს უსმენდით, რომელმაც წარმოადგინა ავღანეთში ორ საარჩევნო უბანზე უკვე დათვლილი შედეგები საბოლოო და ეს ორი უბნის შედეგები პრაქტიკულად ჩვენ დეტალურად მოვისმინეთ, ბოლომდე ვერ მოგასმენეთ, თუმცა გასაგები იყო ტენდენციები, რაც ავღანეთში გამოიხატა. ჩვენ ვიყავით ნინო ბურჯანაძის პოზიციაზე, ამას გაცნობდით სწორედ ცესკოს ბრიფინგის დაწყებამდე. მოდით ვნახოთ მისი კომენტარი, ის ამბობს, რომ ხმებს მისი ამომრჩეველი ძალიან აქტიურად დაიცავს. არჩევნების მეორე ეტაპი, რომელიც არის არანაკლებ მნიშვნელოვანი ვიდრე პირველი.